საქმე ისე მიდის, რომ Deep State-ი მალე ფილმებსღა შემორჩება. მართალია ევროპაში ჯერ ისევ ფეხზე დგას, თუმცა ტრამპი აცხადებს, რომ ევროპასაც მიხედავს. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ევროპას ამერიკა ეხმარა. ეს არის მისი დანიშნულება, რაც კარგად შეასრულა კიდეც. მაგრამ ახლა მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი. ბრიუსელს ჯერ მხოლოდ ემუქრება და ევროკავშირის ბიუროკრატიასაც თავი ჯერ ისევ მაღლა უკავია. თუმცა ვაშინგტონში Deep States უკვე ნაწილებად შლიან. USAID-დან კიდევ 2000-მდე თანამშრომელი სახლში გაუშვეს. კარებთან მათ პირველ ეტაპზე გაგდებულები ტაშით შეხვდნენ. ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ სააგენტო თლიანად დასახურია. ჩვენ არ გვსურს ამერიკამ განაგრძოს სახელმწიფო გადატრიალებების, LGBT პროპაგანდის და სხვა მემარცხენე ტერორისტული პროექტების დაფინანსება. კონგრესმენი ილონ მასკის საგამოძიებო მასალებს ეყრდნობა და ადასტურებს ყველაფერს, რასაც აქამდე თეთრი სახლი კონსპირაციის თეორიას უწოდებდა. საბუთებით დამტკიცდა, რომ Deep State-ი სუვერენულ მთავრობებს სადამსჯელო ოპერაციებს უტარებდა. რატომ ვაფინანსებთ უკრაინაში 10-დან 19 საშუალებას? რატომ ჩაიტანა USAID-ის დირექტორმა უნგრეთში მილიონები დემოკრატიის ხელშესაწყობად? მაშინ, როცა უნგრეთი ევროკავშირის წევრი დემოკრატიული ქვეყანაა. რატომ დააფინანსა ალბანეთის სასამართლო, რომელმაც ოპოზიციის ლიდერი ციხეში ჩასვა? რატომ შეუწყო ხელი სირიაში სამოქალაქო ომს? დასკვნა ერთია. USAID უნდა გაუქმდეს. ამერიკაში Deep State-ის მხილებას USAID-ის სამიზნე ქვეყნებში რეზონანსი მოჰყვა. Guardian-ი წერს, რომ საქართველოში აგენტების გამოვლენას პარტია ნეიტრალური საქართველო ითხოვს. USAID-ის გრანტის მიმღებთა სიას ოფიციალური წერილით ითხოვენ სლოვაკეთი, სერბეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, უნგრეთი, ალბანეთი, უგანდა. ეს და სხვა ქვეყნები Deep State-ის მოსაგერიებლად ამკაცრებენ კანონებს. ცხადია, ყველა ეს ნაბიჯი Deep State-თან ბრძოლაში ტრამპსაც დაეხმარება. მათ სჭირდებათ ამ ომში გამარჯვება არა მხოლოდ იქ, სადაც ძირითადი დისლოკაციის ადგილი იყო ამ ბოროტის ზალის, ამ ეგრეთ წოდებული Deep State-ის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, მაგრამ ეს არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ მსოფლიოში. ანუ ყველგან ეს ომი მიდის. ანუ ისინი ცდილობენ, რომ თავის მოკავშირეები ყავთ. იგივე ომი მიდის დღეს აქ საქართველოშიც. მე მქონდა შეხება USAID-ისთან, მქონდა შეხება ფონდებთან, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებდნენ და შემიძლია ამის ირგვლივ გელაპარაკოთ. როგორც დღევანდელი პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, Deep State-ი არის სწორედ ვთქვათ USAID-ის ხელით ახორციელებდა იმას, რასაც ახორციელებდა, აფინანსებდა ხელისუფლებების გადატრიალებას და უამრავ ისეთ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ინტერესებში. დაფინანსების დაბლოკვით მეხუთე კოლონა ცხადია მალე გაჩერდება, თუმცა თუ არ დაისაჯა, ქვეყნისთვის მუდმივ საფრთხედ დარჩება. ძალიან ბევრი ფული აქვს დახარჯული იგივე LGBT მიმართულებით, საქართველოსთან მიმართებით, ხელისუფლების დამხობასთან მიმართებით და ასე შემდგომ. შესაბამისად ამ ხალხს ფული აქვს აღებული. ანუ ეს ვალდებულებებია, ვალდებულებებია, რა თქმა უნდა, შესასრულებელი და ბოლომდე მისაყვანი. ჩვენც გვაქვს, როგორც ამერიკაში არის Deep State-ი, ასევე საქართველოშიც გვაქვს ჩვენი პატარა Deep State-ი და ამ Deep State-ს ეწოდება კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს ქვეყანა ქართული Deep State-ისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დაანონსა ამერიკაში დონალდ ტრამპმა თავისი Deep State-ის შემთხვევაში. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შედის ნაცმედიაც და NGO-ებიც. ზუსტად ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც Deep State-მა აგენტურულ ქსელში ოპოზიციასთან ერთად ჟურნალისტები და არასამთავრობოები გააერთიანა. cheap people who are willing to sell out their country. გამყიდველებო, იაფასიანო ჟურნალისტებო, რომლებიც დოლარებზე ჰყიდით სამშობლოს, ყველა სახლში მოგადგებიან და ციხეში აღმოჩნდებით. $500 რომ გიხდიდათ Deep State-ი თითო სტატიაში, რათა არჩევნებში ნარენდრა მოდის არ გაემარჯვა. ინდოეთშიც, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა, USAID ფულს დემოკრატიული არჩევნების ხელშესაწყობად ხარჯავდა. $21 მილიონი ინდოეთის არჩევნებისთვის, ალბათ ვიღაც სხვა უნდათ ამერიკას რომ იქ აერჩიათ. უნდა ვუთხრათ ეს ინდოეთის მთავრობას.
თქვა და აცნობა კიდეც. და მას შემდეგ აგენტურის გამოსავლენად ინდოეთში ყოველმხრივი გამოძიება მიდის. იგივე მართებს საქართველოსაც, სადაც USAID-მა არჩევნებზე შეუსაბამოდ მეტი 24 მილიონი დახარჯა, რათა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მარიონეტი ნაცმოძრაობით ჩაენაცვლებინა. და ეს პროექტი დღემდე აქტიურია. ინდოეთში მიმდინარე გამოძიების შედეგები ტელევიზიით დაუყოვნებლივ ცხადდება. იცოდეთ, ვინ არის ვინა რეიდი. ამერიკის მოქალაქე, წარმოშობით ინდოელი, USAID-ის საგარეო ოფიცერი, რომელიც მუშაობდა პაკისტანში, ჰაიტში, ავღანეთში, ინდოეთსა და ბანგლადეშში და აგენტებს ასობით მილიონს უნაწილებდა. $29 million goes to strengthen the ბანგლადეშის არჩევნებზე USAID-მა 29 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა ხალხს ხმა რადიკალი მემარცხენეებისთვის მიეცა. აზიაში პოლიტიკური ლანდშაფტის კვლევაზე 47 მილიონია დახარჯული. ხომ არ სჯობდა ბარემ შევსებული ბიულეტენები ჩაგვეტანა ამ ქვეყნებში და მთავრობა ჩვენ აგვერჩია. Many people who are calling in with the name of one person. ძალიან ბევრი გვირეკავს რედაქციაში და გვისახელებენ Deep State-ის აგენტებს. მოგიწოდებთ ყველა ჟურნალისტსა თუ ბლოგერს. თუ კი USAID-ის ფული გაქვთ აღებული, ჯობს აღიაროთ, რადგან მაინც გამოიძიებენ და მერე გვიანი იქნებ. I'm saying with all responsibility. აქვე მიმართავ ამერიკის ელჩს. მართალია, რომ ამ ჟურნალისტებს საელჩოში პირადად ხვდებოდით და ფულს ურიგებდით. ინდოეთშიც და სხვაგანაც Deep State-ის აგენტურას ახლა შიფრავენ. საქართველოში კი გადატრიალების 4 მცდელობის შემდეგ ყველა გაშიფრულია. ისინი ახლა თავის გადასარჩენად იბრძვიან. ღიად უხმობენ Deep State-ს სანქციებისკენ, თუმცა საბაბი არ აქვთ. არჩევნების გაყალბებას ვერ ასაბუთებენ. სხვადასხვა მეთოდი იყო გამოყენებული, ეს იყო call ცენტრები, უკვე გატესტილი, ასე ვთქვათ, კარგად დაცდილი მეთოდები. ასევე სიები ადამიანების მონაცემებით ვერ ვხედავ საკმარის რეაქციებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ან ამერიკელი პარტნიორებისგან ამ ეტაპზე. რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა? შეუძლიათ გააკეთონ ის, ასე ვთქვათ, მსგავსად როგორც უნგრეთმა გააკეთა, თუ უნგრეთი ჩამოვიდა და აღიარა სხვა მთავრობებს კვირების შემდეგ, რაც არ უღიარებიათ, შეუძლიათ თქვან პირდაპირ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და რომ ეს მთავრობა გახლავთ არალეგიტიმური. როგორ თქვან, როდესაც უმთავრესი არბიტრის ეუთოოდირის დასკვნით არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კონკურენტული, ხოლო მეხუთე კოლონის მთავარი არგუმენტი მარკერის გაჟონვა დასკვნაში არსად უხსენებია. რუმინული მეთოდი გამოიყენეთო, სთავაზობს ზურაბიშვილი. შეტევა არჩევნებზე საქართველოში იმავე სტრატეგიის ნაწილია, რაც რუმინეთის არჩევნებზე გააკეთა პუტინმა. ამ დასკვნისთვის უნდა ვიყოთ მზად, სჯერა ამის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს თუ არა. ზურაბიშვილი ნებისმიერ ხავს ეჭიდება. მზად არის აღიაროს, რომ ხალხმა ქართული ოცნება აირჩია. ოღონდ კი შემდეგ ეს შედეგი გაუქმდეს. ისე როგორც რუმინეთში, სადაც ხალხის აზრის მობილიზება რუსეთს დაბრალდა და არჩევნები ამ მიზეზით ჩაიშალა. გადატრიალების რუმინული მეთოდი ბრიუსელს ცუდად შემოუბრუნდა, თორემ მის გამოყენებას გერმანიაშიც გეგმავდა. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ეჭვის საფუძველზე ჩაშალით. რუსეთი ჩაერიაო. თუ კი სოციმედიაში რამდენიმე $1000 რეკლამას არჩევნების გადაწყვეტა შეუძლია, მაშინ თქვენი დემოკრატია სუსტი ყოფილა. ევროპელმა კომისარმა ისიც განაცხადა, თუ საქმე სათანადოდ არ წავა, იგივე გერმანიაშიც მოხდებაო. ეს არის დემოკრატია. რუმინულ გადატრიალებაში USAID-ის კვალიც გამოჩნდა, რითაც Deep State-ი ორმაგად გაიშიფრა. Why is USAID involved in the რატომ იყო canceling USAID გარეული რუმინეთში არჩევნების გაუქმებაში? აშკარაა, რომ USAID გლობალისტური პროპაგანდის ტვინების გამოსარეცხად გამოიყენებოდა, რათა დემოკრატებს მთელ მსოფლიოში შეეცვალათ ხელისუფლებები. არის სხვა კითხვაც, რომელიც უკვე საქართველოში უნდა დაისვას. რატომ გამოუყო სალომე ზურაბიშვილს საგრანტო დაფინანსება მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელიც გადატრიალების ინსტრუქციებს ზედიზედ გზავნიდა საქართველოში. რა უნდა ისწავლოს ამ ფულით ზურაბიშვილმა ამერიკაში? სროლა? თუ ავტომატით სირბილი. ამ ტრენინგის ნაცვლად გრანტს უბრალოდ ჯიბეში ჩაიდებს, როგორც ჯილდოს ქვეყანაში არეულობის შექმნისთვის.
ისევე როგორც შვილებს ჩაუწყეს კარიერა. ქალიშვილი თეთრ სახლში დასვეს უცხოური პრესის ჯგუფის პრეზიდენტად. ვაჟიშვილს კი ელისეის სასახლეში, მაკრონის მინისტრთა კაბინეტში მიუჩინეს ადგილი, სადაც დღემდე რჩება, იმის მიუხედავად, რომ თავი დილეტანტობით გაითქვა და ეს ამბავი პოლიტიკოს სტატიაშიც მოხვდა. პრეზიდენტ მაკრონის ოფისში მტრული და უფუნქციო გარემოა, რაც კომისიამ შეისწავლა და გაარკვია, რომ თეიმურას გორჯესტანი, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობას კურირებს, გრძელვადიან სამედიცინო ბიულეტენზე იყო და სამსახურში არ დადიოდა. არ მუშაობდნენ მისი თანამშრომლებიც, რაც ძირს უთხრიდა საგარეო პოლიტიკას. ამის მიუხედავად Deep State-ის კადრს არავინ შეხებია. თეიმურას გორჯესტანი კვლავაც მაკრონის კაბინეტშია. ქეთევან გორჯესტანს კი თეთრ სახლში მოწყინდა და ფრანგულ ტელეარხზე დააბრუნეს, სადაც ოდესღაც სპორტის ჟურნალისტად მუშაობდა. Sports presented by Ketevan Gorjestani. თუმცა ახლა უკვე სპორტის ჟურნალისტობა იუკადრისა და დედის დამსახურებით საერთაშორისო ამბების რედაქტორი გახდა. For more on this, France 24's international affairs editor. საერთაშორისო ამბების რედაქტორი ქეთევან გორჯესტანი გვერდდება სტუდიაში. ქეთევან, რის მიღწევას იმედოვნებს მაკრონი ვაშინგტონში ვიზიტით? აბა რა იცი სპორტის ჟურნალისტმა ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა პასუხებს ალბათ Deep State-დან აცდია. მაკრონი ეცდება ევროპის მხარეს გადმოიყვანოს ტრამპი, რომელიც ახლა რუსეთის მხარესაა და შეხსენება ჭირდება, რომ ევროპას და ამერიკას საერთო ინტერესები აქვთ, რაც თავისთავად შოკის მომღვრელია. აშკარად Deep State-ის დაწერილი პასუხია და ადასტურებს WikiLeaks-ის მასალებს, რომელთა თანახმად Deep State-ს მარიონეტი ჟურნალისტების მსოფლიო ქსელი აქვს შექმნილი და პროპაგანდისთვის იყენებს. WikiLeaks-ის მასალები აჩვენებს, რომ USAID-მა შექმნა მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მსოფლიო ქსელი, რომელშიც თითოეულ სუბიექტს დამოუკიდებლობის ლეგენდა აქვს შექმნილი. სინამდვილეში კი ეს Deep State-ის იერარქია, პროპაგანდით და დეზინფორმაციით აკონტროლოს ესა თუ ის მთავრობა. ქეთევან გორჯესტანიც ჩანს ამ ქსელის ნაწილია. მის სხვა ნათესავებს კი სხვა ქსელებში ნახავთ. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გერი ნანაკაშია და ქმრის დიშვილი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის გარეშე დასაქმდნენ. ქეთევან მიქაძე სასახლეში ლატარიის კომპანიიდან გადაიყვანეს. ნანაკაშია კი ამ დღეებში ევროკავშირის ოფისში თანაშემწედ დანიშნეს. პრეზიდენტობის დროს გამოავლინა ის თვისებები, რაც გამოავლინა, მარტივად მისახვედრია, რომ ოდესაც ის იყო ოპოზიციაში, ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში, ისიც იყო თამაში იმისათვის, რომ ჩვენი ნდობა მოეპოვებინა იმ ხალხის ნდობა, ვინც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს და ებრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ. ამის მოსაპოვებლად მან მოიფიქრა ის ფანდი, რომ ვითომ იყო, ან მან მოიფიქრა, ან იქიდან უკარნახეს, რომ ის იყო ოპოზიციაში არასამთავრობო ორგანიზაცია. დაწინაურებითა და დაფინანსებით Deep State-ი ორმაგ შედეგს აღწევს. ზრდის მარიონეტთა ლოიალობას და ამასთანავე ქმნის მათგან არმიას, რომელიც ერთი დაძახებით ბრძოლის ველზე გახყავს. ზოგი მედიაში ჰყავს, ზოგიც სახელმწიფო უწყებებსა თუ უნივერსიტეტებში, ხოლო დანარჩენებს NGO-ები შეუქმნა და დააფინანსა. ამას ერქმეოდა რაღაც ვითომ კეთილშობილური სახელი, რომ დემოკრატიის დაფინანსება, ადამიანის უფლებათა განვითარება, გაღრმავება რაღაცა სფეროსი და ასე შემდეგ და საქმით კი უკვე ჩანდა, ვინც იყვნენ და არიან ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური აქტორები საქართველოს პოლიტიკურ ველზე. ეს უწინარესად ნაცმოძრაობის, ანუ ნაცრეჟიმის, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები, აგენტოკრატიის, ანუ აი ამ Deep State-ის ელემენტარული ვასალები. როგორ ასაქმებდნენ ადამიანებს? ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციებში საკუთარი აგენტურის ჩასმა და შემდგომ დასაქმება, რომელიც მერე უკვე ასაზრდოვებდა თავიანთ პოლიტიკურ პარტიას, ან პოლიტიკურ მოკავშირეებს, გულისხმობ ისევ Deep State-ის მოკავშირეებს. ზუსტად იმავე სქემით შექმნა თავისი აგენტურული ქსელი Deep State-მა სხვა ქვეყნებშიც, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად გამოამზეურა და ახლა ყველგან ამ აგენტურის წმენდა იწყება.
სერბეთის პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებში რეიდი დაიწყო, რაც ფართო გამოძიების ნაწილია და USAID-ის დაფინანსების ბოროტად გამოყენებას ეხება. პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტსაც მოსთხოვა. იმავე მიზნით სლოვაკეთის პრეზიდენტი რობერტ ფიცო ვაშინგტონში ჩავიდა და ილონ მასკს შეხვდა. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული ანტისამთავრობო აქტივობებში, რაც გარედან ფინანსდებოდა. ილონ მასკმა დამარწმუნა, რომ ეს პრაქტიკა დასრულდა, რადგან პრეზიდენტ ტრამპს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარავის სურვილი არ აქვს და მით უმეტეს ამაზე ამერიკელი ხალხის ფულს არ დახარჯავს. პრეზიდენტი მილეი ჩამოვიდა არგენტინიდან ჩემს დასახმარებლად. ეს არის სახერხი ბიუროკრატიისთვის. თუმცა Deep State ახლა ბრიუსელიდან მართავს აგენტურას და საქართველოს მსგავსად სლოვაკეთშიც საპროტესტო აქციებს იმავე სლოგანებით მართავს. ჩვენ არ გვინდა გავიღვიძოთ რუსეთში, გვინდა დავრჩეთ ნატოსა და ევროკავშირში და ასევე დავეხმაროთ უკრაინას ომში. უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებაშია და ომში დახმარებაც აქტუალური აღარ უნდა იყოს. თუმცა რა გასაკვირია, როცა ისევ ომზე საუბრობს ბრიუსელიც. არანაირი განვითარება არ უნდა გამოვრიცხოთ და რაზეც არ უნდა შეუთანხმდნენ მოსკოვს, ევროპას შეუძლია ამაზე უარი ითქვას. მეტსაც გეტყვით, უკრაინაც ამის წინააღმდეგი იქნება და ჩვენ მხარს უკრაინას დავუჭერთ. ჩვენი სტრატეგია უკრაინაში ომის მოგება. ეს ადვილი არ არის, არც მშვენიერია და არც ლამაზი, მაგრამ აუცილებელია. მე მჯერა მშვიდობის, მაგრამ არ მჯერა დამშვიდების. ჩვენ მკვეთრად უნდა გავზარდოთ სამხედრო ხარჯები. ჩვენი ამოცანაა უკრაინა მოიგოს ომი. ბრიუსელს ომი უნდა და ამას არც მალავს. Deep State-ის მიერ შეგულიანებული ზელენსკი კი ზუსტად მეორე დღეს ვაშინგტონში მიემგზავრება და ობსტრუქციას აწყობს. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და ამუნიციის დაუყოვნებლივი მიწოდება. მომდევნო დღეებში ეს ევროკავშირის უმთავრესი ამოცანა იქნება. თქვენ ოკეანე ყოფთ რუსეთისგან და ახლა არ გრძნობთ საფრთხეს, მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ მომავალში. არიცით ჩვენ რას ვიგრძნობთ და ნუ გმოძღრავთ თუ შეიძლება. ჩვენ პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ და ნუ გვასწავლით რას ვიგრძნობთ. იმიტომ რომ არ ხართ იმ პოზიციაში, რამე გვიკარნახოთ, ან გვითხრათ რას ვიგრძნობთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიგრძნობთ თავს მომავალშიც. თქვენ კი ძალიან ცუდ პოზიციაში იყენებთ თავს. არ გაქვთ კარგი ბანკოს ხელი, რომ მომგებიანი სვლა გააკეთოთ. ჩვენთან ერთად ამის შანსი გაქვთ. მარტოს არა. და ამ დროს ფსონად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ჩადიხართ. მესამე მსოფლიო ომის რისკზე თამაშობთ. ეჭვიჩნდება, რომ შესაძლოა ზელენსკის სულაც არ უნდა მშვიდობა. 5 დღის წინ ჰქონდა მზად შეთანხმება მინერალური რესურსების მოპოვებაზე, რაც უკრაინაში ამერიკის ლეგიტიმურ ინტერესს გააჩენდა და უსაფრთხოების გარანტიასაც მისცემდა უკრაინას. ზელენსკის შეეძლო ხელი მოეწერა შეთანხმებაზე. ის კი ჩამოდის ვაშინგტონში და დესტრუქციულ საუბარს იწყებს. ევროპაში მითხრეს, რომ მათი ხედვით ომი კიდევ ერთ წელიწადს უნდა გაგრძელდეს, რაც რუსეთს დაასუსტებს და თავად დაიწყებს ხვეწნას გავჩერდეთო. ჩემი აზრით ეს არარეალურია. თუმცა ევროპელი მინისტრი, ვინც ეს მითხრა, ამ პოზიციაზეა. შესაბამისად სლოვაკეთზე, უნგრეთსა და საქართველოზე, რომლებიც ომს არ ემხრობიან, მძიმე წნეხია. პირველ ორს უკრაინასთან აქვს საზღვარი, საქართველოს კი რუსეთთან, რაც ომის პარტიას ომისთვის სჭირდება. ჩვენ ვხედავთ გარე ძალების მცდელობას, საპროტესტო აქციებით გამოიწვიონ ქვეყანაში დაძაბულობა. აქციებზე ისინი სამართალდამცველების პროვოცირებას და არეულობის გამოწვევას ცდილობენ, რომ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და ის მარიონეტი ძალა დასვან სათავეში, რომელიც არჩევნების გზით ამას ვერ ახერხებს. არაერთი აქციისა თუ სანქციის მოგერიება მოუწია უნგრეთსაც, სადაც ახლა Deep State-დან დაფინანსებული მედიის გაწმენდა იწყება. შესაბამისი კანონი, რომელიც მედიის უცხოურ დაფინანსებას კრძალავს, უკვე განხილვაშია.
ორბანის წინააღმდეგ კამპანია სწორედ USAID-ის მიერ ფინანსდებოდა. სამანტა პაუერმა, USAID-ის დირექტორმა, პირადად ჩამოუტანა აქაურ NGO-ებს $20 მილიონი, ვითომ დემოკრატიის დასამყარებლად. ახლა ამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ისევე როგორც ქვას რომ ასწევ და 1000 ჭია და ქვემძრომი აფუთფუთდება. USAID გასაგებია რომ იყო ფულის გამცემი, დამფინანსებელი, სპონსორი, მაგრამ მის უკან იდგნენ სხვა მავნებელი და დგანან ახლაც სამწუხაროდ, ბოლომდე არ განადგურებულა სხვა მავნებელი პოლიტიკანები, თუ ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები, დეკლარირებულად პოლიტიკოსები, რომელსაც სურდათ რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედა ამა თუ იმ ქვეყანას. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ის სახე, რომელიც იყო უკვე ორიენტირებული არა ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე, არამედ რევოლუციებზე და სახელმწიფო გადატრიალებებზე. Deep State-ის მოქმედების მთავარი ალგორითმი არის მისგან დაფინანსებული, მასზე ფინანსურად დამოკიდებული, პირდაპირ თქვათ, გრანტებზე გაყიდული კოჰორტის შექმნა. და ეს კოჰორტა საკმაოდ ძლიერი ყავთ შექმნილი, აი ქუჩაში ეს ბრბოს რასაც ხედავთ, ეს დაფინანსებული გრანტებზე და საგრანტო ხელფასებზე დამჯდარი კოჰორტაა. თუ გონიათ რომ რეპის სტილში კივილი ქართული ნოუ-ჰაუა, ცდებით. ესეც Deep State-ის ინსტრუქციისა და ტრენინგის შედეგია, ისევე როგორც სხვა სამიზნე ქვეყნებში. საქართველოს მაინც უკეთ გამოსდით. ჩანს ტაქტის უკეთესი გრძნობა. აქციებზე ვისაც ხედავ ბირთვი, ეს არის ის ნახირი, რომელიც ქვეყნის გარედან ფინანსდება და რომელიც ტრულად არის პირდაპირ აღზრდილია. მას მიაჩნია რომ მისი სამშობლო საქართველო კი არ არის. მის სამშობლო არის ის, საიდანაც იგი ფინანსდება. ასრულებენ ინსტრუქციებს, რაც მათ მოუვათ ვაშინგტონიდან თუ ბრიუსელიდან თუ სხვა დედაქალაქიდან, რომ ამაზე უნდა მოხდეს კრიტიკა, ამაზე უნდა დაარტყან ხელისუფლებას, ამაზე უნდა დაარტყან საპატრიარქოს მათ შორის და ასე შემდეგ. განსხვავება არის იმაში, რომ სოფლიოში დაიწყო პროცესი რღვევისა, ეგრეთ წოდებული აი ამ ფაშისტური ლიბერალიზმის გრების პროცესი დაიწყო, რამაც ასახვა პოვა საქართველოში, თორე ეს პროცესი რო არ დაწყებულიყო მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს ერთი ბეწო ქვეყანა, რომელსაც არანაირი ეგეთი ძლევამოსილება არ გააჩნია, რაც რუსეთს და ამერიკას, ან თუნდაც ევროპას, ვერ მოვახერხებდით დავპირისპირებოდით Deep State-ს. ბოლო დროის ტრენდი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარტყმა. როგორც გარედან აქციებით, ისე შიგნიდან, სამეთვალყურეო საბჭოში, სადაც USAID-ის ნაყიდი NGO-ები გაყიდული ხაროს ხვებს უძახიან. შეგაყიდულო, შეგაჩუმე და მეთქი. გაჩუმე და გაგაჩუმე, შემართლა ტრანსგერდერო შენ. შეხადე შენ ტრანსგერდ. თამხედავ შენ ვის უბედავ ეგრე ლაპარაკი. ვის უბედავ მეთქი ეგრე ლაპარაკი. კარგი, ხალხო სირცვილია რა არის. გავლენა როგორ ტარდება იცით ტელევიზიაში, მათ შორის საინფორმაციოში. ვასილ მაღლაფერიძის მიერ დირექტორობის დროს დანიშნული კადრები ქმნიან. 2 წლის წინ შეუმითვალა დედათქვენა, რომ ბორჩიო შემიწყოს ხელი რომ მოხდეო, აი არჩევნები რო იყო და ჩვენ შორ მოიცადეთ თქვა ფარში რა შუაშია ჩემთან. რა ჩემთან რა შუაშია? თუ შეიძლება. არაფერ შუაშია. ჩემთან რამე შუაში არის ბატონო. სინამდვილეში საზოგადოებრივ არხზეც და აჭარის მაუწყებელშიც გავლენას ნაცმოძრაობის მიერ დასმული სამეურვეო საბჭოს წევრები ქმნიან, რომლებიც უზარმაზარ ხელფასსაც იღებენ და ცალკე თავიანთი NGO-ებიდან ფინანსდებიან. რატო უნდა ქონდეს მათ გავლენა იგივე ვთქვათ სარედაქციო პოლიტიკაზე? და თან ესენი ღიად ითხოვენ სარედაქციო პოლიტიკის ისე წარმართვას, როგორც მათ მიაჩნიეს სწორად. და რა არის მათთვის სწორი სარედაქციო პოლიტიკა? ანტისახელმწიფოური, ანტიეროვნული და მთლიანად ვასალური Deep State-ის მიმართ.
Deep States და მის NGO-ების გავლენა ინტერნეტში ნაარსიც აქვთ. აბა გაებედა აქამდე და უკრაინაში მშვიდობის საჭიროება დასცენოდა რომელიმე ონლაინ გამოცემას. ან Deep State-ი ეხსენებინა. მაშინვე დაბლოკავდნენ. ცენზურის ეს სისტემა ბაიდენმა ჰილარი კლინტონის მითითებით შექმნა. უნდა გავაუქმოთ კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებში ინფორმაციის თავისუფლებას აწესებს. ეს კანონი რომ მივიღეთ, მაშინ არ ვიცოდით, რომ Instagram-ზე, TikTok-სა ან Facebook-ზე თუ არ გავფილტრავდით, ვინ რას წერდა, ტოტალურ კონტროლს დავკარგავდით და დავზიანდებოდით. კონტროლის იგივე მექანიზმი აქვს Deep State-ს ევროპაშიც და ბრიუსელი ახლა ხელოვნური ინტელექტის ცენზურასაც გეგმავს, რომ ChatGPT-მ თუ სხვა მსგავსმა საიტებმა მხოლოდ ურსულას მიერ გაფილტრული და ჩასწორებული ინფორმაცია მისცენ მომხმარებელს. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს უსაფრთხო სივრცე ინტერნეტში, რომელიც დაიცავს ჩვენს ფასეულობებს, რაც სასარგებლო იქნება კაცობრიობისთვის. ამის მისაღწევად გვჭირდება ერთიანი წესები მთელი კონტინენტისთვის, რომლის საფუძველი უსაფრთხოება და სარწმუნო ხელოვნური ინტელექტი იქნება. თუმცა ბრიუსელის ოცნებებს ცივი წყალი ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა გადაასხა, რომელსაც მხარი იტალიის პრემიერმა წაობა. ეს თქვენი ქვეყნებისთვის საშინელი შეცდომა იქნება. ბევრ ჩვენს კომპანიას უკვე უწევს ჭიდილი ევროკავშირის კანონთან, რომელიც დეზინფორმაციის მოტივით სოცქსელებიდან შინაარსის წაშლას მოითხოვს. დაუშვებელია ხელოვნური ინტელექტი ცენზურისთვის იქნას გამოყენებული. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავად აერჩიოს, რომელ იდეას დაუჭიროს მხარი და გაიზიაროს. ჩვენ დავუშვით შეცდომა, პრიორიტეტად ულტრალიბერალური ღირებულებები ავარჩიეთ, რასაც გვერდში ევროპის ფინანსური და პოლიტიკური ელიტა დაუდგა. დღეს კი ისინი ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის მხილებამ აღაშფოთა. მაშინ რატომ არ აღშფოთდნენ, როდესაც ავტოკრატიის მხარეს დადგნენ? არ აღშფოთდნენ, იმიტომ რომ ისინიც Deep State-ის მარიონეტები არიან. და ყველას, ვინც ლიბერალურ ფაშიზმს წინააღმდეგება, ერთიანი ძალით ებრძვიან. ამარცხებენ კიდეც, თუნდაც ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყოს. როდესაც შევხვდი სხვა ქვეყნების ლიდერებს და მაშინ ესენი გახდნენ ბაიდენი თეთრსახლში, ტრუდო კანადაში, მაკრონი საფრანგეთში, შოლცი გერმანიაში, ვნახე რომ დასავლეთი მემარცხენეებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული და რომელმაც მე იზოლაციაში მომაქციეს. ლის ტრუსი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პრემიერი იყო. მან 2022 წლის ოქტომბერში დატოვა ეს პოსტი, არჩევიდან 1 თვესა და 10 დღეში. ამბობს, რომ ის Deep State-თან ბრძოლაში დაეცა. ის რაც მე პრემიერ-მინისტრის რანგში Deep State-მა მომიწყო, ყველა კონსერვატორი ლიდერისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. Deep State იყენებს ეკონომიკურ ინსტიტუტებს და მძლავრ ლიბერალურ პროპაგანდას LGBT დოქტრინის ჩათვლით. ინგლისის ცენტრალური ბანკის საშუალებით ყველა პროექტი დამიბლოკეს. იმავდროულად კი BBC მომიქციეს, რომელიც სრულად Deep State-ის ხელშია. როგორ შეაფასებთ თქვენი წინამორბედის განცხადებას, რომ ის პრემიერ-მინისტრობიდან Deep State-მა ჩამოაგდო? ეს შეკითხვას ჯობს მას დაუსვათ. Deep State-ი აბსურდია. ლის ტრუსი რიშ სუნაკმა ჩაანაცვლა, რომელიც აცხადებს, რომ Deep State-ი არ არსებობს და ეს სასაცილოა, რაც Deep State-თან ტრამპის ომის ფონზე მრავლის მეტყველი განცხადებაა. გამოდის, რომ თქვენ Deep State-ის ნაწილი ხართ. ეს შეკითხვა მას უნდა დაუსვათ, თორემ მე ხომ არ გეტყვით Deep State-ის აგენტი ვარ მეთქი. მართალს ბრძანებთ პრემიერო, მეც რომ ვიყო აგენტი, არავის ვეტყოდი. ამერიკაში კი Deep State-ის აგენტთა მოჭრილი თავები ათასობით ცვივა. მას შემდეგ, რაც ტრამპის გუნდმა USAID-ის 2000 თანამშრომელი უკვე დაითხოვა და კიდევ 20,000 რიგშია, წმენდა იუსტიციასა და პროკურატურაშიც დაიწყო. Deep State აფინანსებდა NGO-ებსა და მედიას, რომლებიც ანტისამთავრობო ძალად აქციეს. მე მივმართე ილონ მასკს, მოგვაწოდო სლოვაკეთში NGO-თა დაფინანსების სრული დოკუმენტაცია. ამ საბუთების გარეშე Deep State-თან ბრძოლა რთულია, რადგან NGO-თა რეალურ საქმიანობაზე ინფორმაცია მწირია. ყველაზე დესტრუქციული NGO-ებიც კი დღემდე ჩრდილში რჩებიან და მათზე ინფორმაცია მხოლოდ ახლა იწყებს გარეთ გამოსვლას. OCCRP-მ, რომელსაც USAID აფინანსებს, შექმნა Russian Gate, ანუ შავი PR-ის კამპანია ტრამპის წინააღმდეგ.
ბრალდებით, რომ მისი პირველი ვადით არჩევა რუსეთის ჩარევით მოხდა. ეს ორგანიზაცია აკონტროლებს და აცენზურებს ჟურნალისტურ გამოძიებებს მთელ მსოფლიოში და აუცილებლად დასახურია. ესეც OCCRP-ის მიერ საქართველოში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიება, რომ EUTOS გენერალური მდივანი რობერტო მონტელა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და კახი კალაძის მეგობარი, მისივე გავლენით ქართულ არჩევნებთან მიმართებით EUTOS წესებს არღვევს. მსგავსი პუბლიკაციებით ამავე ორგანიზაციამ EUTOS პრეზიდენტის პია კაუმეს საქართველოში ვიზიტიც დაბლოკა. ამ საერთაშორისო სტატიებისთვის OCCRP-ის საქართველოში ჰანს გუტბროდი ჰყავს, რომელიც ილიას უნივერსიტეტში მუშაობს. ანუ იქ ცალკე კიდევ სტუდენტების დამუშავებით არის დაკავებული. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები ძალიან გაყალბდა. ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. Deep State-ის ინფილტრაცია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებით მასშტაბურია. ახალი თაობის აღზრდა გამოწრთობა ულტრალიბერალური სწავლებით მერხებიდანვე იწყება და მოლოტოვის კოქტეილების სროლით მთავრდება. შედიან სკოლებში ტრენინგებს ატარებენ, ამზადებენ და ძალიან ეს ჩვენთვის ეს არის დღეს ჩვენთვის აკლიოსის კურსი, განათლების სისტემა. აი განათლების სისტემიდან ცეცხლი და מחვილით უნდა ამოიშანთოს ბერჯენიშვილიზმი. კოლექტიური ანუ მოღალატეობა, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება, ბავშვებისთვის იმისწავლა, რომ ერეკლე მეფე თუნდაც მოღალატე იყო. განათლების სისტემა Deep State-ის უმთავრესი სამიზნეა დასავლეთ ევროპაშიც. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებს გარდა ახალი თაობის ტვინების რეცხვით იყო დაკავებული BBC-ც, რომელიც USAID-ის დაფინანსების შედეგად Deep State-ის მარწუხებში აღმოჩნდა. Like in most of Europe, უმეტესი ევროპის მსგავსად ბრიტანეთშიც უნივერსიტეტები, ინსტიტუტები Deep State-ის იდეოლოგიის ქვეშ მოექცა. ულტრალიბერალიზმი, ტრანსგენდერიზმი ყველგან ფესვგადგმულია. ევროპელმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ამის აღკვეთა. the BBC Deep State-ის ხელშია BBC-ც, რომელიც მას ინფორმაციით, ასევე დაფინანსებით უზრუნველყოფს. Deep State-ის დაფინანსება გამოვლინდა უმსხვილეს ბრიტანულ სააგენტო Reuters-შიც. როგორ მოქმედებს ეს სქემა? კონგრესი ფულს აძლევს USAID-ს და სხვა, ასე ვთქვათ, სანდო სახელმწიფო სააგენტოებს. დიდ ფულზეა საუბარი. 2024-ში $4 მილიარდ მეტი იყო დაფინანსება. ამის შემდეგ ფული გადაედინება სხვა ასევე ცნობილ ორგანიზაციებში. NEDI, NDI, NRI, საიდანაც ფული უკვე სოროსისა და სხვა NGO-ებში გადაედინება. ასევე მედია ორგანიზაციებში და ისინი ყველა ერთად აწყობენ რევოლუციებს. later acting director, who I personally FBI-ის დირექტორის მოადგილე ბიუროში ჩემი მოსვლისას სამუშაოდ CNN-ზე გადავიდა. ანუ ხდება დეზინფორმაციის მანქანის გაძლიერება. უყურებ CNN-ს, გელაპარაკება FBI-ის ყოფილი ჩინოსანი და გონია რომ სიმართლეს გეუბნება. არადა მისი ამოცანა დეზინფორმაციაა. აქ უნდა გამოიყოს აუცილებლად ის ყოფილი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც აქტიურობენ, თუმცა რეიტინგი არ აქვთ. იქნება ეს ექს-პრეზიდენტი კონსტიტუციის დამღვევი ზურაბიშვილი, მოღალატე ექს-პრემიერი გახარია და სხვა, ასე ვთქვათ, ნუყარი პოლიტიკანები აი ამ ნაც ჭაობიდან. ნეიტრალური საქართველოს მიმართვით მათი გამოძიებაც უკვე დაწყებულია პროკურატურაში. თუმცა რაც მეტად გაიწელება ლუსტრაციის პროცესი, მით მეტად შეძლებს Deep State თავისი აგენტურული ქსელის გადაწყობას და ახალ რეალობაში დესტრუქციის გაგრძელებას. სააკაშვილს პირადად არ გადაუბირებივარ ამ სამუშაოსთვის. ეს მისმა კაცმა, მამულაშვილმა გააკეთა. თუმცა ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას. И за всем этим стоит Саакашвили. ეს ქართველი სნაიპერები, როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, ირწმუნებიან, რომ ბინძურ სამუშაოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის, ასევე უკრაინელების, ანდრეი პორუბისა და სერგეი პაშინსკის მითითებით ასრულებდნენ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ დღეს ხდება ცნობილი, ვინ შეუკეთა სნაიპერებს კიევში, მაიდანზე, ხალხის მიზანმიმართულად დახოცვა. რამაც შემდეგ დაგეგმილი არეულობა, ბუნტი და იანუკოვიჩის ჩამოგდება გამოიწვია. სააკაშვილი ციხეშია, თუმცა მისი გარემოცვა კვლავაც კიევშია და ცხადია ისევ Deep State-ის განკარგულებაში, რომელმაც მაიდნის სისხლის ზღვრა შეუკეთა. ანუ ეს თქვენ ჩაცხრილეთ ხალხი მაიდანზე.
კი, ასეც შეიძლება ითქვას. ასე გამოვიდა, ბრძანება იყო ხალხის მასის თავს ზევით სროლა, რათა ქაოსი შეგვექმნა. ეს 20 რიცხვში დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყო. ანუ როდესაც პირველი გასროლა გავიგონეთ. Мы услышали первый выстрел. ჩვენ ორნი ვიყავით, მე ფანჯარა გავაღე, საიდანაც ჩემმა მეგობარმა გაისროლა. Сначала я открыл окно, и мой друг выстрелил. ამის შემდეგ შევიცვალეთ პოზიცია და შაშხანა უკვე მე ავიღე. საერთო ჯამში ყველა 5 ტყვია გავისროლეთ. И так мы выстрелили все 5 патронов. იქ მოდიოდა მე მოვიდა. А потом пришли иностранцы, შემდეგ მოვიდნენ უცხოელები, ასევე მამუკასთან ერთად ადგილობრივები, შემდეგ ოფიცრები და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა მიშაც, მას ამერიკელი ახლდა. ისინი მამუკასთან და ყოფილ ქართულ ოფიცრებთან ერთად საუბრობდნენ. დაგეგმეს ყველაფერი და ჩვენს აგვიხსნეს რა უნდა После გაგვეკეთებინა. этого все было спланировано, и они объяснили нам, что делать. Кем был этот ვინ იყო ის ამერიკელი ოფიცერი? Я даже рассмеялся. მისი когда სახელი я რომ услышал გავიგე его გამეცინა имя. კიდეც. Я вспомнил სერჟანტი сержанта ბრაიანი Брайана. გამახსენდა ფილმიდან. Его звали Брайан. Я не знаю его მოკლედ настоящего. ბრაიანს ეძახდნენ. არ ვიცი Я მისი вспомнил ნამდვილი сержанта გვარი. Брайана из фильма «Его звали Брайан». Я не знаю его настоящую фамилию. ბრაიან ბოიენგერი, ამერიკელი ოფიცერი. უკრაინის სათავეში მარიონეტი ზელენსკის დასმის შემდეგ Deep State-მა ცხადია თავისი აგენტურა იქ კიდევ უფრო გააძლიერა და საქმე საბოლოოდ რუსეთთან ომამდე მიიყვანა, რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. გეგმა, რომელიც საქართველოში სააკაშვილს 2008-ში გაატესტინეს და მაშინ ჩაუვარდათ. ახლა კი გეგმა ტრამპს აქვს და ის Deep State-ის ჩამოშლას გულისხმობს. ბრძოლა ჯერ საწყის ეტაპზეა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას გულისხმობს. ტრამპი ჩქარობს, თუმცა ბრიუსელი პოზიციებს ადვილად ართმობს.